მე მინდა რომ პირველ რიგში ვთქვა, რომ ჩემთვის არის ნამდვილად სამოქალაქო გმირობა ის, რასაც დღეს ჩვენი საზოგადოება აკეთებს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ფაქტიურად ტირანიული რეჟიმის დამყარების ცდელობა, ჩვენი კონსტიტუციის გაუქმება მიმდინარეობს, იმიტომ რომ ჩვენი კონსტიტუცია ჯერჯერობით დემოკრატიულია და საზოგადოების რეაქცია, რომ არ ეპლუება აი ამ ტირანიულ ახალ კობახიძის მოგონილ რაღაცა წესებს, ეს არის სწორი რეაგირება, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვაჩვენეთ, რომ აი ამ ტირანიის დამყარების მცდელობას შეუძლია, რომ საზოგადოება გატეხოს, მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ დიდი ხნით დასრულდება საუბარი დემოკრატიულ საქართველოზე. საქართველო იარსებებს, მაგრამ დემოკრატიული საქართველო დაკარგავს შანსს არსებობის დიდი ხნით. იმიტომ რომ თქვენ გითხეთ შეფასებებზე და შეფასებებიც სწორედ ესეთია დღეს დასავლეთში. რომ არსებობს ქართველი ხალხი, რომელმაც აირჩია მყარად და დიდი ხნის წინ დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება და არსებობს დღეს რეჟიმი, რომელსაც მიტაცებული აქვს ქვეყანაში ძალაუფლება, რომელიც ცდილობს, რომ ამ ხალხს დიდ უმრავლესობას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავს მოახვიოს საკუთარი რეჟიმის წესები და სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ ვხედავთ მათ შორის იმ გადაწყვეტილებით, რომელიც იგეგმება, რომ მიღებული იქნა, სადაც რეჟიმის წარმომადგენლები და ძალიან მრავალრიცხოვანი იქნება ეს ჩამონათვალი იმ ხალხის, ვინც სანქციების ქვეშ მოყვება, იმიტომ რომ სანქცია, როდესაც შენ გიუქმებენ ევროკავშირში უვიზო შესვლის უფლებას, რომ ხაზი გაევლო, რომ საზოგადოება, ქართველი ხალხი რჩება ევროკავშირის მყარ მოკავშირედ და პარტნიორად, მაგრამ მისი პარტნიორი, თავისუფალი სამყაროს პარტნიორი დღეს აღარ არის ივანიშვილის რეჟიმი. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენზე მოხდება ფაქტიურად, ასე ვთქვათ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც აღმოჩნდება ამ ვითარებაში, რომ უვიზო რეჟიმი აქვს, მაგრამ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან დასანქცირებული, მაგრამ ასეთ არაორდინალურ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას მართავს რუსეთის მოკავშირე ტირანიული კიდევ ერთხელ ვამბობ რეჟიმი, რომელიც სულ უფრო ემსგავსება რაღაცა ფაშისტური რეჟიმის ელემენტებს იძენს ყოველდღიურ რეჟიმში და ამავე დროს ეს არის ქვეყანა, სადაც უმრავლესობა ირჩევს ევროკავშირს, სადაც სულ რამდენიმე ხნის წინ ევროკავშირმა სწორედ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად ჩვენ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანების, აი ესეთი ანომალიური მდგომარეობა არ არსებობს სხვა ანალოგია და სამწუხაროა, რომ აქაც ჩვენ ასე ვთქვათ რაღაცა ახალ რაღაც ფურცელს ვწერთ ევროკავშირის ურთიერთობებში მესამე ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ეთმობა ჩემი კოლეგების ყველა მცდელობა, რომ სწორედ ეს ხაზი იყოს ძალიან მკაფიოდ გავლებული, რომ ევროკავშირი დარჩეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მოკავშირედ, არ დახუროს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების ფანჯარა ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ მოიძებნოს გზები რეჟიმზე ზეწოლის. მაგრამ აი ნახეთ სალომე როგორ ცდილობს ოცნება რომ სათავისოდ შეატრიალოს ეს საკითხი, ანუ დრამატულად არ წარმოაჩინოს პირველ რიგში ვიტყოდი ეს სანქციები, ეხლა რაზეც თქვენ საუბრობთ. თითქოს დიდი არაფერი ხდება, მაგალითად დღეს პირველებმა კითხვა დაუსვა ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს და მაკა ბოჭორიშვილის პასუხი იყო, რომ თქვენო ნუ დარდობთო, რატო ზეიმობ თქვენ ქართველ ხალხს ერჩინდა, რას ერჩით, ანუ ისინი ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ეს მთლიანად გადაწყვეტილება თუ იქნება, მიღებული იქნება ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება. აი რა არის ამ შემთხვევაში თქვენი, ვიცი რომ გეცინებათ, მაგრამ ეს არის მათი პასუხი, ანუ ამ პოზიდან საუბრობენ ისინი. ინგა, როგორც ახლა აი ეს თვითგამოცხადებული მინისტრი, რომელიც რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს და ბიძინა ივანიშვილის და არა ქართველი ხალხის, სწორედ ამიტომ რომ ის წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს და არა ქართველი ხალხის, იყო ერთადერთი, ვისაც არ დაუძახა ევროკავშირმა ძალიან ფართო ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე, სადაც წარმოდგენილი იყვნენ
ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლებიც კი იმ ქვეყნების, რომლებსაც ევროკავშირი პირდაპირ გეტყვით არ მიიჩნევს დემოკრატიულ სახელმწიფოებად და ერთადერთი, ვინც არ დაპატიჟეს, ეს იყო სწორედ თვითგამოცხადებული მინისტრი და არ ვიცი, ვერ მოატყუებდა ხალხს ბიზინა ივანიშვილი, რომ მისი რომელიმე წარმომადგენელი იქ იყო, ასევე ვერ მოატყუებს ქართულ ხალხს, როდესაც ევროკავშირი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, როდესაც შემუშავებული იქნება კონკრეტული სია რეჟიმის წარმომადგენლების, რომლებსაც გაუქმდება ევროკავშირში უვიზოთ მოგზაურობის შესაძლებლობა, ხოლო ქართულ ხალხს ეს შესაძლებლობა რჩება, თუმცა აქ ჩვენ თავი არ უნდა დავიმშვიდოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ თუ ვითარება არ შევცვალეთ ქვეყანაში და ქვეყანა თუ არ დაუბრუნდა ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ნორმალიზება თუ არ მოხდა ჩვენი ურთიერთობების, რაც მხოლოდ დემოკრატიული გადატვირთვის პირობებში არის შესაძლებელი, ცხადია, რომ ეს მხოლოდ შეჩერება იქნება, მათ შორის, ასე ვთქვათ, იმ საფრთხის, რომ ჩვენ უვიზო რეჟიმი მართლაც მაგრამ აი ჩვენ თუ არ შევცვალეთ, როდესაც თქვენ ამბობთ, სალომე, ამასობაში სანამ ჩვენ იმაზე ვმსჯელობთ, როგორ უნდა შეიცვალოს ეს ხალხი, რომელსაც უფხრია ქვეყნის მართვის სადავეები ხელში, ამასობაში პირიქით ისინი იღებენ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელზე მაქვს ეხლა მე საუბარი, რომლითაც ოპოზიცია უნდა აიკრძალოს და კაცმა არ იცის, შესაძლებელია პირადად თქვენც მოხდეთ ამ ასაკრძალთა სიაში, როგორც ვთქვათ, ყოფილი ხელისუფლების დროინდელი ელჩი ევროკავშირის ქვეყნებში, ან მოხდნენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ამ მთლიანად მთელი პარტია, ჩვენ არ ვიცით რა გადაწყვეტილება, რა ეწერება ამ სარჩელში და კონკრეტული სია, ანუ გამორიცხავთ, რომ ასე მოხდეს. აი, ცვლილებებზე საუბრის პარალელურად უნდა გავიხსენოთ, რას ამზადებს ოცნება ოპოზიციის წინააღმდეგ. ხო, ნახეთ, ჯერ პირველ რიგში ალბათ ჩემი კოლეგების სახელითაც ვიტყვი, მაგრამ ჩემი სახელით ნამდვილად ვიტყვი, რომ მხოლოდ დიდი პატივი იქნება ყველა ადამიანისთვის მოხვდეს სიაში, რუსების მიერ დაძარილ სიაში, ვინ უნდა აიგრძალოს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი დაფასება, რომ შენ სწორედ გიცხოვრია, სწორედ გიბრძოლია და სწორედ ემსახურე შენს ქვეყანას, ასე მოვიაზრებ მე ამას. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, რომელიც აი ამ ფაშისტური რაღაცა აბსოლუტურად არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების სამიზნე გახდება, ჩემი აზრით უნდა გაასაჩივრდეს შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში. ქალბატონი ლაშხი ნამდვილად რომ ვერავის ვერ დაარწმუნებს სტრასბურგში, რომ მისი სანქცირება არასწორი იყო, ამაში დარწმუნებული ვარ. ესტონეთს და ლიეტუვას რომ უჩივის სტრასბურგში, დიახ. არ ვიცი, ალბათ აჯობებდა მასონთა პალატაში შეიტანოს სარჩელი, ნუ ეს ხუმრობით, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი, რომელსაც ეს თუ მიიღებენ მსგავს არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს თუ გააფორმებს, რა თქმა უნდა, რომ სტრასბურგი ამას შესაბამის პასუხს გასცემს მომავალში, მაგრამ მე ერთი რამ მინდა ვთქვა. ჩვენ ეხლა ვართ ძალიან საინტერესო ფაზაში, ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით, როდესაც ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი გადავიდა უკვე, შეიძლება ვთქვას, ბოლო შტრიხები იწერება მყარი ავტოკრატიის რეჟიმის შექმნის პირობებში. რაც ჩემი აზრით შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც ცუდი და პირიქით ამას შეიძლება დააჩქაროს ამ რეჟიმის დამსხვრევა, ამ რეჟიმის ჩამოშლა, როგორც აი რო წარმოვიდგინოთ ჰიბრიდული ავტოკრატია, რომელიც უკვე დიდი ხანია არის ეს რეჟიმი, რაღაც ჰიბრიდულ რეჟიმშია, ხო, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით, ისე დასავლეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით, რაღაცა ტყუილებით მანიპულირებდა წლების მანძილზე, რომ თითქოს მათი დღის წესრიგი იყო დასავლეთთან ურთიერთობების დაალაგება, ეს ყველაფერი დასრულდა და დღეს აი ამ რაღაცა ჰიბრიდული ავტოკრატიისგან და რაღაცა გაურკვეველი საუბრებისგან მრავალვექტორულ რაღაცა ურთიერთობებზე რეჟიმი ყალიბდება ძალიან მყარ ავტოკრატიულ რეჟიმად, რომელიც არის მკვეთრად და ღიად აბსოლუტურად ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველო დაბრუნდეს რუსეთის სრული გავლენის სფეროში. ეხლა ეს ჩემი აზრით, აი როგორც დრეკადი ნივთი არის უფრო ასე ვთქვათ, ძნელად დასამსხვრევი და მყარი ნივთი შეიძლება უფრო მარტივად დაიმსხვრეს.
ძალიან სახიფათოა ამ რეჟიმისთვის, იმიტომ რომ რეალურად ყველა ავტოკრატიული, მყარი ავტოკრატიული რეჟიმი არის კიდევ უფრო მოწყვლადი, კიდევ უფრო მსხვერპლი შიგნიდან და ივანიშვილს ჩემი სიტყვის თუ არ შეერა შეუძლია ისტორიას გადახედოს, მხოლოდ მე-20 საუკუნეში 75 ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოიმსხვრა, მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე, ასე ვთქვათ, მეორე ნაწილს თუ გადახედავს ისტორიას, არ მგონია, რომ ივანიშვილმა შეძლოს რაღაცა ახლის თქმა ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო გამყარდება ამ რეჟიმის მხრიდან საკუთარი ავტოკრატიული, ასე ვთქვათ, რაღაცა ეს ბუნება, მით უფრო გაიზრდება წინააღმდეგობას და მით უფრო მარტივად მსხვერპლად ხდება ეს რეჟიმი და ჩვენ ამის ნიშნებს ვხედავთ, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ მათ შორის ეს რაღაცა შოუ რაც დადგეს, არ ვიცი, რაღაცა ბევრი უგემოვნო სახლების ჩხრეკას გულისხმობთ მათივე მაღალჩინოსნების, ხო? კი ბატონო. ეს ხო რაღაცა წარმოიდგინეთ, მე ამას ვუყურებ როგორც შოუს, როგორც არაფერი არ გაგვიგია ეგრეთ წოდებული ფულის გათეთრების საქმეზე, რაღაც კოლოსალური თანხები რო თუ ეთრდებოდა, ასევე შეიძლება ჩვენ არაფერი არ გავიგოთ იმაზე, აი ეს შოუ რაც დადგეს და რისთვის იდგმება ეს ყველაფერი? იდგმება იმისთვის, რომ ყურადღება საზოგადოების გადაიტანონ რაღაც სხვა საკითხებზე, მათ შორის თავის შიდა ვერტიკალში გააჩინონ რაღაცა ტერორის განცდა, რომ ყველას მიადგებიან და წესიერად მოიქცეს ყველა, სინამდვილეში ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ამ რეჟიმს რესურსი, ქვეყნის მართვის რესურსი, რომელიც ყველა სჭირდება, ავტოკრატიულ რეჟიმსაც სჭირდება ქვეყნის მართვის რესურსი, ელევა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. თავარი არის, რომ საზოგადოებამ, ეხლა თავარი სიტყვა, მათ შორის თქვენ გკითხეთ, რა არის დასავლეთში მოლოდინი და რეაქცია. დასავლეთში ძალიან ეიმედება ყველას ქართველი ხალხი, ჩვენი საზოგადოება, იმიტომ რომ ისინი ხედავენ, რომ საზოგადოება არ ეგუება იმას, რასაც დღეს აკეთებს. ამიტომ საზოგადოება უნდა გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მოკავშირეები, რა თქმა უნდა, გვყავს ამ ბრძოლაში, მაგრამ ეს თავარ პირველ რიგში არის ჩვენი ბრძოლა. შესაბამისად, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს, არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ყურადღება გადაიტანონ რაღაცა მეორად, ასე ვთქვათ, საკითხებზე, ამ რეჟიმის საკუთარი პროპაგანდით და ჩვენ ერთადერთ რამეზე უნდა ვფოკუსირდეთ, რომ ივანიშვილმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ის ზიანი, რა ზიანიც მას ელოდება, რადგან მან გაბედა და გადაწყვიტა საქართველოში როგორც ღიად ავტოკრატიული რეჟიმის შექმნა, ასევე ღიად უარის თქმა ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და რუსეთის წიაღში ამ ქვეყნის დაბრუნების განაცხადი მან ფაქტიურად გააკეთა უკვე.